რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ალტერნატიული მუსიკა? იქმნება თუ არა ხარისხიანი პროდუქცია? რა როლს ასრულებს სახელმწიფო მუსიკის პოპულარიზაციაში და რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მუსიკოსებს? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლუკა ნაკაშიძემ დოკუმენტური ფილმით ალტერნატივით სცადა. ფილმში ქართული ალტერნატიული მუსიკის დღევანდელობაზე რობი კუხიანიძემ, ნიკო ნერგაძემ, მიშა ურუშაძემ, ნიკა მაჩაიძემ და სხვებმა აღნიშნულ მუსიკასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ისაუბრეს. ხარისხიანი აპარატურის არარსებობა, სახელმწიფოს მიერ საესტრადო მუსიკისთვის პრიორიტეტის მინიჭება, მაღალი ბეგარა და მედიის პასიურობა. ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ალტერნატივა პოპულარული არ არის, სწორედ ამ ფაქტორებს დაბრალდა. ფილმის ჩვენების შემდეგ იყო დისკუსია. ნანახზე აქტიურად იმსჯელეს ახალგაზრდებმა. მშენებლობაში ორ პოზიციაზე განაწილდნენ და აღნიშნული ერთის მხრივ მედიას და სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი თავად მუსიკოსებს დააბრალეს. ანუ ალტერნატივის გაჩნდება საქართველოს მოსახლეობის გემოვნებაში. პირველ რიგში დამნაშავე არის ჩემი აზრით მედია, რომელიც პროპაგანდირებას უკეთებს სულ სხვა მუსიკას. ჩემი აზრით სრულიად კიჩურ მუსიკას, უნიჭო მუსიკას. სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას, არ ახდენს არ აფინანსებს ამ ჯგუფებს და ბუნებრივია მას ხო არ შეუძლია გამოვიდეს და დაუკრას. დაფინანსების გარეშე. მე ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ეგრეთ წოდებულ გეოვნებიან მუსიკას უსმენს და ძირითადად ესაა ინტერნეტის საშუალებით. დიდი ძალაა სოციალური მედია და აუცილებლად არ არის გათვლილი ძალიან დიდ მასაზე, მაგრამ გარკვეული სტილის საზოგადოების უმეტესწილად ახალგაზრდობა არის ჩართული სოციალურ მედიაში და სწორედ ახალგაზრდებისთვისაც ჩემი აზრით გათვლილი ასეთი მუსიკა და უფრო აქტიურად უნდა ესადონ, რომ გააპიარონ თავისი შემოქმედება.